როგორია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები, როგორც მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ განაცხადა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ოპოზიციის ერთიანობასთან პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი პოზიციები, თუმცა მისივე თქმით დასაკარგი დრო არ არის და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. პარალელურად ოპოზიცია დღევანდელი დღის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც როგორც ცნობილია მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმაც უნდა მიმართოს. მართლ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის არის განწირული. 26 ოქტომბრიდან საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ თუ ოპოზიციის რიგებში არსებობს გაერთიანების რესურსი, ეს მომხდარიყო, ამისთვის არსებობდა მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ფორმატი, რომელსაც ხელშემწყობ პლატფორმად უნდა ემოქმედა ამგვარი გაერთიანებისკენ, მაგრამ თუ ამდენი თვის შემდეგ ეს გაერთიანება ვერ ხერხდება, ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია დრო, ეს დრო ნამდვილად არ უნდა დავკარგოთ, დღევანდელი დღე რა თქმა უნდა ერთობის დემონსტრირებისთვის უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა ამ ერთობის არ შედგომის პირობებში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პარტიული დღის წესრიგით. არავით არის გაერთიანება ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩვენ არც ბოლოდინი შეგვიქნია ამასთან დაკავშირებით, არც რაღაცა დაპირება გაგვიცია, არც პოლიტიკური ესე ვთქვათ რაღაც პასუხისმგებლობა აგვიღია. ჩვენ ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია იმ ხალხთან გაერთიანება, ვისთანაც აბსოლუტურად არანაირი ესე ვთქვათ თანხwebdriver ჩვენ და მათ შორის არ არსებობს, ხო? ნუ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს ერთიანი პოზიცია რომ არა აქვთ, მე მგონი საქართველოს თითოეულმა მოქალაქე მიცის უკვე ეს და გასაკვირი აღარ არის. იმიტომ რომ ვერ ექნება ერთიანი პოზიცია აგენტურას, ვისაც როგორ ეტყვიან, ისე იქცევიან. ეს არის აგენტის ბედი. უთანხმოებების მიუხედავად მე ვერ ვიტყოდი, რომ იქით კიდე ამის მიღმა არსებობს რაღაც სხვაობა პოლიტიკაში, ხედვაში. მომავლის მიმართ ერთია კოლექტიური ნაცმოძრაობის იდეოლოგია, არ შეცვლილა სცენარიც, ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაცია. ეხლა მიდის ჭრობა იმასთან დაკავშირებით, რომელი მექანიზმი და რომელი მეთოდი უფრო ეფექტური იქნება იმისათვის, რათა ქვეყანას პრობლემები შეექმნას.